საქართველოს ეროვნული გმირის გენერალ-მაიორ გენო ადამიანის დაბადების დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად გმირთა მოედანზე გენო ადამიანის ბიუსტი ყვავილებით შეამკოდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. აღევლინა გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი. გენერალ-მაიორის ბატონი გენო ადამიანის ღვაწლი ქვეყნისა და ერის წინაშე არის განუზომელი და ჩვენი ვალია რომ ჩვენს მომავალ თაობას გადავცეთ ჩვენი გმირების შესახებ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის რომ მათი სახელი იყოს უკტავი და ახსოვდეს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მომავალ თაობას. დღეს 99 წელი შეუსრულდებოდა ჩვენს ლეგენდარულ გენერალ გენო ადამიანს, ამავდროულად ის იყო მამაჩემი. გენო ადამიანმა 12 ბრძოლა მოიგო ომის პირობებში. ეს იყო უკომპრომისო და შეუვალი ადამიანი, რომელმაც დაგვამახსოვრა თავი, როგორც ძალიან თბილმა, ძალიან მეგობრულმა ადამიანმა. მისი ღვაწლი მომავალი თაობებისთვის, რა თქმა უნდა, იქნება დაუვიწყარი.